ვის მთავარი გარანტია. ყოველ 4 შაბათს დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. ყოველ 4 შაბათს ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა. დღეს ვისაუბრებთ ბრონქიტებზე ბავშვებში, ასევე სეზონურ ვირუსებზე. ჩემი სტუმარია ელენე უზნაძე, პედიატრის ასისტენტი. მოგესალმებით ელენე, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. შეგიძლიათ ასევე გადაცემა იხილოთ შემდეგ გადახვევის რეჟიმში რადიომედის Facebook გვერდზე, პორტალებზე იმედი.gym, ვიდეო.gym, აქტიაიბი ტელევიზით 53 არხზე. თემა რა თქმა უნდა აქტუალური, იქიდან გამომდინარე, რომ სეზონური ვირუსები მუსირებს და შესაბამისად ძალიან ხშირად გვხვდება ბრონქიტის შემთხვევა. მოდით ესე დავიწყოთ სეზონური ვირუსები იწვევს ბრონქიტს თუ პირიქით ხდება და უპრიანი იქნება ჩვენს მენელსთან მაყურებელს უპირველეს ყოვლისა ვუთხრათ თუ რას წარმოადგენს ბრონქიტი, რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ რა თქმა უნდა როგორია მისი მკურნალობის მეთოდები. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, რომლისთვისაც ალბათ საკმაოდ ხშირი პრობლემაა ბრონქიტები, ვინაიდან ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მომართვენების საფუძველია. ბრონქიტი ზოგადად წარმოადგენს ბრონქების ანთებას. ანუ ბრონქის ლორწოვანის ანთებას, რომელიც ხდება ლორწოვანის შეშუპება და შედეგად ჭარბი ლორწოს გამოყოფა და საკმაოდ ხშირად გვხვდება ბავშვებში, დაახლოებით 2-4 კვირა გრძელდება საშუალოდ და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას, როგორც ვთქვით. მისი გამომწვევი ძირითად შემთხვევაში არის რესპირატორული ვირუსები. შესაძლოა იშვიათ შემთხვევაში გქონდეს ბაქტერიული გამომწვევი ან გარემო ფაქტორები გამაღიზიანებელი, როგორც ვთქვათ, თამბაქოს კვამლი, რა თქმა უნდა, პასიური როცა ასეთ გარემოში ვამყოფებთ ბავშვს, თუმცა რა თქმა უნდა, უხშირესად მიზეზი არის რესპირატორული ვირუსები. ეს შეიძლება იყოს გრიპის ვირუსები, როგორც ვთქვით, ახლა მოცირკული ვირუსები, ესა პარაგრიპის ვირუსები, ასევე და განსაკუთრებით ხშირია ასევე რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი, RS ვირუსი ეგრეთ წოდებული, რომელიც განსაკუთრებით გვხვდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ან დაახლოებით 6 თვემდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით წარმოადგენს საშიშროებას და ამ შემთხვევაში ოღონდ 2 წლამდე ასაკში ჩვენ ამას უწოდებთ ბრონქიოლიც, ხდება წვრილი ბრონქიოლების ანთება და საკმაოდ დიდ საშიშროებას წარმოადგენს იმ მხრივ, რომ თუ სწორი მართვა არ მოხდა და დროული მართვა, ვინაიდან ბავშვებში ჯერ ხველის რეფლექსი კარგად არ არის განვითარებული და მათი დრენაჟული ფუნქციაც არ არის განვითარებული, ანუ არ შეუძლიათ ამ ჭარბი გამოყოფილი ლორწოს გამოყოფა ორგანიზმიდან, ამიტომაც ხდება დაგროვება და რა თქმა უნდა შესაძლოა შემდგომ უკვე გართულება მოხდეს ბრონქიოლიტის დროს, ამიტომაც ჯობია რომ დროულად მივხედოთ და გართულებაზე ვისაუბრებთ. დიახ, და დროულად მიხედვა აუცილებელია და რა იგულისხმება ამაში, ანუ რა სახის მედიკამენტები უნდა მივაწოდოთ ბრონქიტის დროს მიზანშეწონილია თუ არა ანტიბიოტიკის მიცემა, ყვებაც მაინტერესებს ამ დროს, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ბავშვები უარს ამბობენ საკვებზე და შემდეგ უკვე გართულების შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა პნევმონიაც იქნება ჩვენი საუბრის თემა. კი ბატონო. როგორც ვთქვით, ბრონქიტი ძირითადად არის ვირუსული ეტიოლოგიის და ძირითად შემთხვევაში შეიძლება თვითგანკურნებითაც დამთავრდეს, ანუ ზედმეტი ჩარევა არ დაგჭირდეს. თუმცა რა თქმა უნდა ვიყენებთ სიმპტომატურ თერაპიას, ანუ იგულისხმება ის, რომ ბრონქიტის დროს წამყვანი სიმპტომი, როგორც ვიცით, არის ხველა, რომელიც შეიძლება იყოს თქვათ მშრალი ან პროდუქტიული, ანუ ნახველი თქველა, თუმცა ასევე გვაქვს გარდა ამისა რინიტი, შეიძლება გქონდეს ან ცხვირიდან გამონედენი, შეიძლება გქონდეს ასევე ტემპერატურის მატება და ასე შემდეგ და შესაბამისად მკურნალობაც, ანუ მართვა ბრონქიტის არის სიმპტომური. მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ ტემპერატურის დამწავი პრეპარატები, ასევე გამოვიყენოთ ხველისთვის პრეპარატები, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თქვათ, უნდა გავითვალისწინოთ, როგორია ხველა არის მშრალი ხველა თუ არის პროდუქტიული ხველა, რადგან ხშირად ვთქვათ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც არასწორად იქნება მშობლის მიერ მაგალითად მიცემული პრეპარატი ხველის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ხველის დამთრგუნველი პრეპარატი გამოიყენონ, იმის მაგივრად რომ გამოიყენონ ნახველის გამათხიერებელი საშუალება და როდესაც ჩვენ ხველას ვდრგუნავთ მაშინ, როდესაც არის პროდუქტიული ხველა, ამ შემთხვევაში ხდება ამ ლორწოს ან სეკრეტის დაგროვება და რა თქმა უნდა ეს დაგროვებული ლორწო პირიქით გართულების საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან წარმოადგენს მარტივ გარემოს იმისთვის, რომ ბაქტერიები გამრავლდნენ და ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს შემდგომში და ანუ პნევმონიით გაგვირთულდეს მაგალითად ბრონქიტი. ამიტომაც რა თქმა უნდა სწორად უნდა მოხდეს განსაზღვრა ხველის ტიპის და შესაბამისი პრეპარატის შერჩევის. გარდა ამისა როგორც თქვი, სიცხის დამწავი პრეპარატები თუ საჭიროა, ძირითადად არჩევის პრეპარატი არის პარაცეტამოლი, როდესაც მხოლოდ ტემპერატურის მატება გვაქვს, თუ თან ერთვის ტკივილიც და შესაბამისად ამის გამო წუხს ბავშვი, ამ შემთხვევაში უკვე იბუპროფენის ჯგუფს გამოვიყენებთ, როგორც ტკივილ გამაყუჩებელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ბავშვის სითხეებით დატვირთვა.
და რა თქმა უნდა, ზოგადად ვთქვათ, ჰაერისტანიანობის კონტროლი უნდა მოხდეს სახლში და ასე შემდეგ. აუცილებლად. რაც შეეხება ინჰალაციებს, რა თქმა უნდა, საკმაოდ გვეხმარება და ასევე რაც შეეხება კვებას, კვება ხშირ შემთხვევაში ხდება მადის დაკარგვა, რა თქმა უნდა, და კარგად არ იკვებება ბავშვი, მაგრამ მთავარია რომ ასეთ დროს მთავარია რომ სითხეებით დავტვირთოთ და კვებას, ასე ვთქვათ, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს თუ კარგად ვერ იკვება. რაც ესიამონება ბავშვს, იმით რომ რა თქმა უნდა კვებოთ და პნევმონიაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე გართულება და მერე ყალიბდება უკვე პნევმონია. ამ დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა მიზანშეწონილი არის თუ არა და უკვე რა დროს უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რა თქმა უნდა. პნევმონიის შემთხვევაში უკვე გამართლებულია, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკოთერაპია და შესაბამისად სწორად უნდა მოხდეს პირიქით და მალე უნდა მოხდეს პნევმონიის დიაგნოზის დასმა და ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება და ეს მთავარი გავითვალისწინოთ, რომ ბრონქიტის დროს ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ თავდაპირველად ანტიბიოტიკები, ხშირ შემთხვევაში მშობლები შეცდებიან, ასე ვთქვათ, და თავიდანვე იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას, მაშინ როდესაც ბრონქიტი ისედაც შეიძლება თავისით ალაგდეს და ანტიბიოტიკი მით უმეტეს საერთოდ არაა საჭირო, რადგან ანტიბიოტიკი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ პრეპარატს, როგორც ვიცით, და არა ანტივირუსულს. შესაბამისად, ვირუსის დროს არანაირ შედეგს არ მოგცემს. და პირიქით შესაძლოა პრობლემა შევქმნათ ესე ზედმეტი ანტიბიოტიკის მიცემით, რადგან შემდგომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობა განვითარდეს პირიქით. კი ბატონო. რაც შეეხება პნევმონიას, როგორც ვთქვით, ძირითადად ბაქტერიული ინფექციით როცა გართულდება ამ შემთხვევაში ვითარდება პნევმონია და რა თქმა უნდა ანტიბიოტიკოთერაპიას უნდა მოხდეს დავიწყოთ დროულად. და რაც შეეხება მიმართვის საფუძველს პნევმონიაზე, ასე ვთქვათ, ეჭვს მიიტანს მშობელი იმ შემთხვევაში, როდესაც ხოლ არის მაგალითად განსაკუთრებით გაძლიერებული არის ტაქიკარდია, გამოხატული, ანუ აჩქარებული გულისცემა, გახშირებული სუნთქვა, ასევე ცხელება, ვთქვათ, ბრონქიტის შემთხვევაში თუ ჩვეულებრივ შედარებით უფრო დაბალია ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსამდე, პნევმონიის შემთხვევაში უფრო მაღალი ტემპერატურით ტიპური პნევმონია მიმდინარეობს უფრო მაღალი ტემპერატურით დაახლოებით 29 გრადუსამდე და მაღალი ტემპერატურა ზოგადად საშუალოდ 3-4 დღე შეიძლება გქონდეს, მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე ანტიბიოტიკს ჩავრთავთ, წესით ანტიბიოტიკის დაწყებიდან 2 დღეში უკვე ტემპერატურა ცალაგდება. და ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ გამოვიჯნოთ ბრონქიტი და პნევმონია ერთმანეთისგან. მშობელის ამ სავარაუდო სიმპტომებით მიხვდება სახლში, ვთქვათ, საგანგაშო სიმპტომად მიიჩნევს გულისცემის გახშირებას, სუნთქვის გახშირებას, თუმცა შემდგომ უკვე დადასტურება ხდება, რა თქმა უნდა, ექიმის მიერ, ხდება აუსკულტაციით მოსმენა პნევმონიისა, გარდა ამისა ლაბორატორიულ ტესტებსაც ვატარებთ, რა თქმა უნდა, სისხლის ანალიზს ვაკეთებთ და განსაზღვრავთ ანთების მარკერებს, როგორიცაა C-რეაქტიული ცილა, განსაკუთრებით ინფორმატიული და ასევე საბოლოოდ დიაგნოზის დადასტურება რენტგენოლოგიურად ხდება. კი ბატონო, და რაც შეეხება პნევმონიას, რა თქმა უნდა, ეს მაინც დატვირთვა ბავშვისთვის, იქიდან გამომდინარე თუნდაც რო აი გახშირებული სუნთქვა, სისუსტე, შემდეგ მედიკამენტები და შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი, ანუ რას გულისხმობ ბავშვთა უმრავლესობა სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული სხვადასხვა მტრებზე დადიან ბავშვები და ანუ აი ეს აღდგენა როგორ უნდა მოხდეს და თუნდაც სურვა არის თუ არა მიზანშეწონილი, ანუ პნევმონიის გადატანის შემდეგ დაუშვათ, ნუ თუ არ ეწევა სპორტულ ცხოვრებას, ატაროთ სურვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვათ მალე გამოჯასახდეს, მალე მოიკრიბოს ძალები და კიდევ მაინტერესებს თუ დაუშვათ პნევმონია განმეორებადია. წელიწადში რამდენჯერმე ავადობს ბავშვი პნევმონიით, ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ? კი ბატონო. რა თქმა უნდა, პნევმონიის შემთხვევაში გამოჯამრთელების პერიოდს რაც შეეხება, როგორც ვთქვით, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება ხდება და დაახლოებით საშუალოდ 7 დღის განმავლობაში ხდება ანტიბიოტიკის ჩართვა. თუმცა რა თქმა უნდა, ამ პერიოდში არც ცურად და მსგავს ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არა, მით უმეტეს საცურაო აუზები ზოგადად პირიქით თვითონ წარმოადგენს ინფექციის წყაროს და პირიქით რეკომენდებული არ არის თავდაპირველად, ვინაიდან შესაძლოა მაშინ როცა იმუნური სისტემა დაქვეითებულია, პირიქით ახალი ინფექცია დავიმატოთ, ასე ვთქვათ და ამიტომაც რეკომენდებული რა თქმა უნდა თავდაპირველად სამსრული გამოჯამრთელება არ იქნება, არ მოხდება, არ არის. ჰაერზე სიარული. რა თქმა უნდა, ჰაერზე მეტი ჟანგბადი. კი ბატონო. და რაც შეეხება სეზონურ ვირუსებს, ანუ აღნიშნეთ, რომ ხშირად ვირუსი არის გამომწვევი ბრონქიტის, თუმცა აპრიორი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსის ფონზე ბრონქიტი განვითარდეს, ხო? და ნუ შემდეგ გართულებული ფორმა ეს არის პნევმონია. რა სახის ვირუსები მუსირებს ამ სეზონზე, როგორ ვუმკურნალოთ, ისევ ანტიბიოტიკებზე მინდა გავაკეთოთ აქცენტი, ვირუსების დროს მიზანშეწონილია თუ არა ანტიბიოტიკების მიღება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს დაუშვათ რეაბილიტაციის პროცესი, რამდენ ხანს გრძელდება და პრევენცია.
ეს არის კიდე მნიშვნელოვანი. ვირუსები ზოგადად ყველა სეზონზე საკმაოდ აქტიურად ხდება, თუმცა გაზაფხული შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო იმ მხრივ, რომ როგორც ზამთრის ასე ვთქვათ, ცივი სეზონისთვის, ისე თბილი სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსების არევა ხდება. ანუ ხდება უკვე როგორც გრიპის ვირუსები, რომელიც ნოემბრიდან დაიწყო და ეხლა ამ პერიოდში უკვე ნელ-ნელა ხდება მისი შემცირება და პიკის პერიოდმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაიარა და შედარებით უფრო შემცირდა. აპრილის ბოლოს უკვე მცირდება. ხდება როგორც გრიპის ვირუსები, ისე პარაგრიპის ვირუსი, რინოვირუსები, ენტეროვირუსები და ასე შემდეგ. ანუ თითქმის ყველა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ანუ ხდება როგორც ვთქვათ, ბრონქიტის შემთხვევების შესაბამისად ხშირად, ასე ხდება მაგალითად ენტეროვირუსული ფარინგიტები, ხდება ენტეროვირუსული ეგზანთები, ანუ გამონაკლისით მიმდინარე ინფექციები და ყველა ტიპის ვირუსი ხდება, ესე ვთქვათ და როგორც ვთქვით, ანტიბიოტიკოთერაპია, რა თქმა უნდა, სწორად უნდა მოხდეს განსაზღვრა იმის თუ რა აქვს ბავშვთა რა ტიპის ინფექცია აქვს და იმ შემთხვევაში თუ ვირუსული ინფექცია, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება არ ხდება და მაქსიმალურად უნდა ერიდონ მშობლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნებისმიერი პრეპარატის დაწყებას. კი ბატონო, და აი მკურნალობის პროცესი როგორ მიმდინარეობს? მკურნალობის პროცესი, რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში, თუმცა თავარი არის ის, რომ მოხდეს, როგორც ვთქვით, ზოგადად სითხეებით დატვირთვა და სიმპტომური თერაპია იმის მიხედვით, თუ რომელი ინფექციის დროს რა გვაქვს გამოხატული. დიახ, და რაც შეეხება ხანგრძლივობას, მაინც სეზონური ვირუსებისთვის რამდენი დღე არის დამახასიათებელი, რამდენ ხანს გრძელდება? რა თქმა უნდა, ესეც ინდივიდუალურია, საშუალოდ დაახლოებით 1 კვირამდე შეიძლება. ანუ პერიოდი არის უმეტესად 1 კვირა და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ გახანგრძლივდა ეს მდგომარეობა, მაშინ გახანგრძლივების ანუ ესეც რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, უნდა მოხდეს ექიმის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გახანგრძლივებული ხველა, გახანგრძლივებული ხველა, ხო, უნდა აღინიშნოს მაგალითად ბრონქიტის შემთხვევაშიც, რომ ზოგადად ხველა საშუალოდ 1 კვირამდე გრძელდება, ეს განსაკუთრებით ძლიერი შეტევითი ხველა. თუმცა მას შემდეგ რაც მკურნალობა დამთავრდება, შეიძლება ამ მკურნალობის დამთავრების შემდეგ კიდევ 2-3 კვირაც კი ნარჩენი ხველა, კი ბატონო და ეს ხშირად მშობლების შიშის საფუძველს წარმოადგენს ხოლმე და მომართვის რა იმ მკურნალობა დასრულდა, მაგრამ კვლავ დარჩა ხველა და ამის გამო ნერვულობენ, თუმცა ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, რადგან ბრონქის მთლიანობის აღდგენა, ესე ვთქვათ, კედლის მთლიანობის აღდგენა სანამ არ დასრულდება, ხველაც შესაძლოა ნარჩენი სახით ახლა ერთვანდავადაც კი მცირედად დარჩეს. და ამ დროს რითი დავეხმაროთ დაუშვათ ამ პროცესს, რომ უფრო სწრაფად მოხდეს? ამ შემთხვევაში ესე დამატებითი უკვე პრეპარატების ჩართვა აღარ ხდება. სითხეები ალბათ, ხო, თბილის სითხეები. კი ბატონო, და ისევ დაუშვათ აქტივობა. ფიზიკური აქტივობა ზოგადად უკვე გამოჯანმრთელების შემდგომ ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია. კი ბატონო, და პრევენცია ეს არის მნიშვნელოვანი, თუნდაც აი ბაღის პერიოდის, ბაღის ასაკის ბავშვებში ხო ხშირად არის ხოლმე ვირუსული ინფექციები, იქიდან გამომდინარე, რომ გადამტანები არის. კიდევ მან ბავშვები მეტად ავრცელებენ. კი ბატონო. ზოგადად პრევენციაში უმთავრესი არის ის, რომ მოხდეს პირადი ჰიგიენის დაცვა, ხშირად ხელების დაბანა, ოთახის ხშირი განიავება და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ მშობლების სოციალური პასუხისმგებლობა იყოს მაღალი, ვინაიდან როდესაც ბავშვი არის უკვე ვირუსიანი თუ ბაქტერიული ინფექციით, არ გაუშვან არც ბაღში, არც სკოლაში, რომ არ მოახდინოს გადადება, ესე ვთქვათ, სხვა ბავშვებისთვის და მოხდეს ამ ბავშვის იზოლირება. კი ბატონო, და ვაქცინაციას რაც შეეხება არის თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო პრევენცია? კი ბატონო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გრიპის ვირუსების შემთხვევაში ტარდება როგორც ვიცით ჩვეულებრივ ვაქცინაცია გრიპის ვირუსების შემთხვევაში ასე პნევმოკოკის ვაქცინაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია რა კი ბატონო და როცა ბავშვი გეგმიური აცრებით არის ვაქცინებული მაგალითად პნევმოკოკის აცრით ასევე დამატებით იკეთებს გრიპის საწინააღმდეგო აცრას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბრონქიტების პნევმონიების განვითარების რისკი ბევრად უფრო დაბალია და გართულების რისკი ბევრად უფრო დაბალია. კი ბატონო, და რაც შეეხება დროულ ჩარევას, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დაუშვათ ვირუსის პროცესში, იქიდან გამომდინარე, რომ მე თუნდაც რაღაც გარკვეული გართულებები, გართულება შეიძლება გახანგრძლივდეს პროცესი, რომ ბავშვებს დროულად დავეხმაროთ. რამეს ხომ არ დაამატებდით? და აი მაინტერესებს ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუმრებს ჯანსაღი ცხოვრების ფორმულა თქვენეული როგორია? ჯანსაღი ცხოვრების ფორმულა ბავშვებში ალბათ ის რომ უნდა მოხდეს მათი სწორი კვება,
სითხები დატვირთვა, ფიზიკური აქტივობა, ჰაერზე დიდხანს გაატარონ დრო, რადგან ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ უკვე მოზარდებით და დიდ ბავშვებით ძალიან ბევრი არის მიჯაჭვული ეკრანებზე, სახლში ატარებენ უმეტესწილად დროს და მნიშვნელოვანია, რომ მათი გარეთ გაყვანა მოვახერხოთ და დავტვირთოთ ფიზიკურად და კარგი, დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა, ელენე უზნაძე, პედიატრის ასისტენტი იყო ჩემი სტუმარი, ხოლო საუბრის თემა ბრონქიტები და სეზონური ვირუსები. დროებით დაგტოვებთ და მალე დაგიბრუნდებით. მადლობა.